მოგესალმებით, მე ვარ ნანკა ქართოლიშვილი დიზაინერი, NGG-ის გუნდის წევრი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესკიზის ახსნა, ფიგურის აგება და რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. ანუ თქვენი იდეების გადმოტანა ფურცელზე, ფაქტურები, ყავი იქნება, შიფონი იქნება, თუ ნაკსოვი იქნება, როგორ ხდება სხეულზე და პროპორციულად როგორ შეიძლება ავაგოთ ფიგურაც და დანარჩენი სხვა კომპოზიციაც. ვავლებ შუა ხაზს და მანეკენის სხეულში, მანეკენი რომელიც პოდიუმზე გამოდის, თავი ეტევა ტანში 9-ჯერ. ანუ ხატავს თავს კვერცხის ფორმისას, ანუ ძალიან მარტივად, არანაირი ნაკვთების გამოკვეთა ჯერ არ გვჭირდება. ანუ პირველი თავი რო გადავზომოთ, ეს იქნება მკერდის ხაზი. მეორე თავი იქნება წელის ხაზი. მესამე თავი იქნება ტორსის ბოლო, ანუ უბე. დანარჩენი იქნება ფეხები. ორ ხაზს ვავლევთ მკერდთან, მერე წელი და მერე უბე. ეხლა ვაერთებთ. ანუ თავსა და მკერდს შორის არის დაახლოებით შუაში არა ოდნავ ზემოთ მხრების ხაზი. აუცილებლად მხრები უნდა იყოს არც განიერი რო არ გამოვიდეს და არც ვიწრო, თავნახევარი, ანუ ერთი თავი და იმის ნახევარი, რომ ძალიან გრძელი არ გამოგვივიდეს. წერტილებით ვაფიქსირებთ იმისთვის, რომ მე შევაერთოთ მკერდთან. მკერდი გამოდის, მკერდის თავები აი აქ დაახლოებით. მერე ვაერთებთ წელთან. აქ გვაქვს ტიპი და ტრაპეციით ვუშვებთ ტორს. ამ ხაზებს მერე დავხვეწავთ და მივცემთ ფორმებს. ეს არის უბე. ანუ ეს გვაქვს ტორსი. ვაერთებთ ახლა კისრის ხაზებს. აუცილებლად მენჯის წერტილი უნდა მოვიდეს ამ შუა ხაზთან კოჭები, რადგან ეყრდნობა ორივე ფეხს. აქ გვექნება ერთი კოჭი, მეორე კოჭი. მეხუთე თავზე, ანუ 1, 2, 3, 4, მეხუთე თავზე ცოტა ქვემოთ გამოდის მუხლი. აქ გვაქვს მუხლი. ხელი არასოდეს ტევანი როცა გაშლილ მდგომარეობაშია, არ უნდა ცდებოდეს აი ამ მონაკვეთის შუა ხაზის დაბლა, არც ზემოთ, არც ქვემოთ. მოსახრელი ხელის იქნება ერთი წერტილი აქ, მეორე წერტილი აქ და გაშლილ მდგომარეობაში ტევანი დასრულდება აქ. სურვილი გაქვს, რომ შენი იდეები გადაიტანო ქამორზე, ასეც მის დიზაინის კუთხით, ჩვენ NGG-ის გუნდი და მე დაგეხმარებით იმისთვის, რომ მარტივი მეთოდით ვისწავლოთ ფიგურის აგება, ასეც მის იდეების გადმოტანა ფურცელზე, ფაქტურების, ფერების შეხამების და კომპოზიციის სწორი განლაგებით.